დიდი მამულიშვილების ჩვენი გმირების შიოლის შარტავას ვინო ადამიანებმა ამისკრიეს გამოსკრიეს ახალი გუნდები მათი მოღვაწეობის ნაწილი მოიხსენებათ რომ ეს ადამიანების სამივე მარტში არიან დაბადებულები ორში ურამი შვიდში შიული და რვაში არის დაბადებული ვინო ადამიანი პატივიდან დიდებმა უნდა მოიხსენიოთ ერისთვის დაბადებული ადამიანები გამოფენა მინდა გასცლად გამოვაცხადო და სიყვარულზე ხალხადო მარინა აბრამიას ხო მარინა ძალიან ძიმე დღეა ეს კიდევ ისე დაგაგზავნეს სამ ისეთ პიროვნებას მეგონა რომლებიც ნამდვილად ისი არიან არჩევისა ჯული შარტავას და ერთი წელი შეუსრულდება ვინო ადამიანს 99 შეუსრულდება მამაც და ურამგაბის კიბიას ორმად შეუსრულდა 78 წელი. ბატონმა ჟიულიმ არც ისე დიდხანს, მაგრამ საოცრად ამაზადი ცხოვრება დავით სიძიფვილით მუხტავება დაიმკვიდრა. უხდო იყო მისი სიკვდილი შეეწირა საქართველოს პატრიოტებასა და კაიკაცებას. ანალოგიურად შეიძლება ვთქვათ თითოეული მათგანის შესახებაც. უბრალოდ ერთი მინდა დავამბატო ჩვენ სამწუხაროდ რანა დამეწუნება რომ მარდის თვეში იყო დაბადებული ლევან ჭუბაყია რომლის დაბადების წელიც სამწუხაროდ არ ვიცით. სულ არ დაიწყება მათ სახელით. მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც კი მონაწილეობა მიიღო დღევანდელი გამოფენის მოწყობის საქმეში, მისი ორგანიზების საქმეში. მონიზებები გრძელდება, ვიდეო მათგანმა იცით რომ მონიზებები გრძელდება და ამიტომია ჩვენ შევეხმიანებით აი ამ მონიზებებზე. მე მინდა ვისაუბრებო შემთხვევით და მარტისფერ ხალხად თქვი არის უშინ რეგისტრე თითოეულ დედას მინდა მიულოცო ხალხად დღე დაგვიანებით წინასწარ მინდა მიულოცო მე სიტყვა მინდა გამიგზავნეს და ეხლა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს მინდა სიტყვა გადავცე. ანდრი სიჭინავა. მოგესალმებით ყველას. ჩვენ ძალიან პატივია დღეს აკვირდათ პერსონაჟი წარდგომა და ასევე ძალიან პატივია ის რომ გმირების ქალაქის სენაკის შვილი მქვია. ამავდროულად ძალიან დიდი პატივია ის რომ ურამგაბის კიბიას ვინო ადამიანს ჟიული შარტავას თანახმადელი მქვია ამ გუმერაზი ადამიანების. ასევე მე გამაშლია ერთი ძალიან დიდი სანადირო პატივი რომ მეც მარტში გახვალ დაბადებული ამ სამგვრიდან ერთად ჩვენთვის რამდენადაც საბედნიერო საპატივცემლო უნდა იყოს ეს ყველაფერი ამავდროულად ძალიან დიდი გულისწყრობილია. რადგან ამით არ მარტო სენაკმა, არამედ სრულად საქართველოს დააკარგა ის გმირიშვილები, რომლებიც ძალიან ბევრს წარმოადგენენ საქართველოსთვის. მათ თავი არ გაუწიათ მხოლოდ რაიმე ტერიტორიისთვის, რაღაც მიწისთვის. მათ გაწირეს ჩვენი ერთ-ერთი ულამაზესი კულტურისთვის, ჩვენი მოწმეების, აფხაზების შესანარჩუნებლად. და მათი თავდადება რა თქმა უნდა ჩვენგან გადაუხდელია. ჩვენ ერთიდან შეგვიძლია და ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი რომ მომავალ თაობას ეს ისტორია გადაეცეს სწორად. არ უნდა დაიწყოს მათ ეს ისტორია. ეს ყველაფერი ისტორია მანამდე არ უნდა ჩავარდეს და ტკივილი არ უნდა განადგეს, სანამ არ აღდგება სამართლიანობა. ჩვენ აფხაზეთს. ჩვენი ვალია თითოეულ ჩვენგანს მათ მიმართ და მომავალი თაობის ყველაზე მეტად რომ უყდავყოთ მათი სულები და რა საქმისთვის მათ თავი გაწირეს ჩვენ ეს ბოლომდე მივიყვანოთ. სწორედ ჟიული შარტავას სურვილი ეს იყო ის აფხაზეთს სათავეში იმიტომ ჩაუდგა რომ უნდათ მათ ყველგან რომ დაეჩერებინა. ძმაც არ მოეკლა, დას და არ მოეკლა და ყოფილიყავთ ისევ ერთიანი, ერთი სისხლი და ხორცი და ჩვენი ვალია სწორედ რომ მათი სურვილი აღვახდინოთ. კიდევ ერთხელ დიდება გმირებს.
ჩვენი გმირების შეუშარდაოს გენო ადამიანს და გურამ გადასკერიას ბიოგრაფიის მოყოლა მე მგონი იმ ადამიანებთან რომლებიც თქვენ ბრძანდებით ალბათ ზეპინია ჩემზე უკეთიცი რა მირობა ჩაიდინა სამივე რა და რისთვის დაზდეს თავი გესოს სურათებს ვათვალიერებდი მათი ღიმილიანი სახეების შემოქცილოდა და მე ჩემთვის ვიფიქრე რომ ეს ხო არ არის ხოვნა რომ მათმა მომავალმა თაობამ ასევე დაზდოს თავი იმისთვის რომ აფხაზეთი დავიბრუნო ოსეთი დავიბრუნო საქართველო იყოს გაერთიანებული ერთიანი ძლიერი როგორც ადრე იყო ყოველთვის ქართველებს არც ბრძოლა უჭირთ არც გამარჯვება უჭირთ არც გმირები არ ყავს თითზე ჩამოსათვლელი ბევრია ეს გმირები ძალიან არც ერთი ქალაქიდან ეს არის გამორჩეული თავდადების და სენაგზეც უნდა ვთქვათ რომ აქაც არის დიდი პატრიოტული სული რითაც ისინი აღიზარდნენ და შემდეგ გამოავლინენ თავიანთი თავდადება ქვეყნის ერისა და სამშობლოს წინაშე მე მქონდა პატივი გურამ გამისკერიას დაბადების დღეზე სოხუმში ყოფილიყავი მისი სტუმარი და მთელი საღამო გავატარეთ მისი მეუღლე ჩემი მოგვარი დავითაია გახლავთ და ამიტომაც მე მქონდა და მე დავინახე სუფრის თამადა იგი სუფრის თამადა იყო აფხაზი კაცი იქ დავინახე და დავწუნდი როგორი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებსა და ქართველებს როგორი დამოკიდებულება იყო როგორი შეხმულებულები იყვნენ ერთმანეთს ესენი და მე დღესაც მჯერა რომ სხვა ძალამ ვიღაცამ განსაკუთრებულად ბოროტმა ძალამ ესე იგი გამოიწვია ჩვენ შორის ეს შუღლი თორე არა მგონია ქართველი კაცი და აფხაზი კაცი ერთმანეთთან წაჩქურდებოდნენ ისე იყვნენ ისინი წლების საუკუნეების განმავლობაში ერთად შეყრდნობილი. მე მეტის დამატება არაფერი არ შევიძლია. მადლობა ორგანიზატორს ამ გამოფენისას. მადლობა მათ სულებს რომ ისინი ყავს საქართველოს და მას შორის სენაკს და ვისურვოთ ომი არასდროს არ იქნება საქართველოში და თუ იქნა მინდა ისე დადონ თავი და ისე გაისარჯო ჩვენი მომავალი თაობა როგორც მათმა დადო დადეს თავი ჩვენი ქვეყნისთვის ამინ გამოგონაი მაგის რომ აჩადე